სამებაში, სადაც ახლა ირჩევენ საქართველოს მომავალ პატრიარქს, ესწრებიან ისეთი სახეები, როგორიც არის ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა, ბიზნესმენი მაკა ასათიანი, ასევე თესეუს და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები და ასევე ლევან ვასაძე, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ არის სანქცირებული, თუმცა ლევან ვასაძეზე ვრცელდება და არსებობს ინფორმაცია საჯარო წყაროებში, მათ შორის რომ ის არის მოსაყდრე შიოს მეგობარი, ბავშვობის მეგობარი და იყვნენ კლასელებიც. თუმცა ჯერჯერობით დელეგატებს მათ, ვინც ჩამოგითვალეთ, სურვილი მედიასთან კომუნიკაციის არ ჰქონიათ და ამიტომ ვერ გავიგეთ, არიან ისინი დელეგატის სახით აქ მოსულები, თუ არიან მოწვეული სტუმრები, რადგან გარდა იმისა, რომ დელეგატები უნდა იყვნენ სამებაში ახალი პატრიარქის არჩევის წესის თანახმად, ასევე საპატრიარქოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კონკრეტული სტუმრები მოიწვიათ. ერთადერთი ლაშა პაპაშვილი იყო, რომელმაც დაგვიდასტურა და ასევე უნივერსიტეტის რექტორებმა, რომ ისინი იყვნენ დელეგატის სტატუსით მოსულები. რაც შეეხება მაგალითად მაკა ასათიანს, ხაინდრავას, ვასაძეს, ამათთან დაკავშირებით არ ვიცით მათი სტატუსი, როგორც დელეგატები არიან თუ როგორც მაგალითად მოწვეული სტუმრები. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოსაც დამატებით ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია და ზოგადად ინფორმაცია საკმაოდ მწირი იყო, როგორ ხდებოდა ეპარქიებიდან დელეგატების მოწვევა, რადგან ერთი რომ მღვდელმთავრები ადგენდნენ სიას საკუთარი ეპარქიიდან თუ ეკლესია მონასტრებიდან ვინ უნდა წამოსულიყვნენ და ასევე ჰქონდა შესაძლებლობა ეპარქიიდან თუ ორი სასულიერო პირი წამოვიდო და ერთი უნდა ყოფილიყო მაგალითად საერო პირი. შესაბამისად საერო პირის არჩევა როგორ მოხდებოდა, ეს საჯარო ინფორმაცია არ ყოფილა, ამის წესთან დაკავშირებით მაგალითად საპატრიარქოს ინფორმაცია არ გაურცელებია. ერთ-ერთი მღვდელმთავრისგან, ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტისგან ვიცით, რომ მაგალითად ის თავად გეგმავდა ეკლესიის დამსახურების მიხედვით საერო პირი ასე შეერჩია, თუმცა მაგალითად სხვები როგორ შეირჩნენ არ ვიცით. პაპაშვილი გვიდასტურებს, რომ არის თბილისის ეპარქიიდან წარმოდგენილი, სხვებთან დაკავშირებით ინფორმაცია უცნობია. ყველაზე მეტი დელეგატი სამებაში დღეს მცხეთა თბილისის ეპარქიას ეყოლება, რადგან ჯამში მცხეთა თბილისის ეპარქიამ იმდენივე დელეგატი უნდა მოიწვიოს, როგორც სხვა მღვდელმთავრებმა სხვადასხვა ეპარქიიდან. შესაბამისად, სამების საკათედრო ტაძარში ყველაზე მეტი დელეგატის სტატუსით მცხეთა თბილისის ეპარქიიდან იქნებიან. ხალბატონო მაკა, ხომ არ გვეტყვით რამდენიმე სიტყვას? არა, სასულიერო პირები ჩაეწერებიან. მოწვეული ბრძანდები, დელეგატი ხართ? დღეს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მიტროპოლიტმა მცირე კომენტარი გააკეთა მედიასთან, რადგან მანამდე TV პირველის ეთერში კონკრეტული კითხვები დასვა, რაზეც ამბობდა, რომ მათ შორის პატრიარქობის კანდიდატს მოსაყდრე შიოს არ ჰქონდა პასუხები გაცემული და მიზანშეწონილად მიიჩნევდა, რომ მანამ სანამ გაფართოებული კრება იქნებოდა და სამ კანდიდატს შორის 39 მღვდელმთავარი გამოარჩევდა ერთს, ამ კითხვებზე პასუხი მოესმინა არა მხოლოდ მას, არამედ საზოგადოებას. დღეს თქვა, რომ ის იგივე პოზიციაზე რჩება, თუმცა რას გადაწყვეტს და მაგალითად ისარგებლებს თუ არა სიტყვის მიმართვის უფლებით და თავის პოზიციას საჯარო დააფიქსირებს თუ არა დღევანდელ გაფართოებულ კრებაზე, ამის დეტალებზე მას მედიასთან აღარ უსაუბრია. არაფერი მაქვს სათქმელი. ეხლა არის არჩევნები, ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს. ჩემი პოზიციად რჩება და შემიძლია გიპასუხოთ ერთი ლექსით. ნებას მოვცემ. იამდე ციხის ნაშალო, რა დრო გამავლილიო, ან ვისგან ანაგები ხარ, ან ვისგან ჩამოშლილიო. ერთ სიტყვა ითქვა ციხემა, ძალიან გასაკვირიო, გამტეხა შიგნით ღალატმა, ჯერაც ამაზე ვტირიო. რადმაირიეთ იღბალი, იმ რუსის ხელმწიფისანი, მას თხოვეთ მარიგეს ღმერთსა, სისხახვეწინით გმირთანი. ჟამთა უთვლელი მყინვარწვერის ფერდობზე აღმართულმა, გერგეთის წმინდა სამებამ დაიფაროს საქართველო. ამინ. საზოგადოება გაიგებს ამას შინაარსს, მაგრამ საეკლესიო წესი ამას როგორც
საეკლესიო წესგანგება, ხოლმე დავებოდოთ კრების მსვლელობას, ყველაფერი არის ძალიან მომზადებული ეკლესია ამისთვის ამ დღისთვის ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა რომ ორგანიზებული ყოფილიყო დიდი და გაფართოებული კრება და ყველაფერი არის საეკლესიო კანონმდებლობის და წესგანგების შესაბამისად. იმის მიუხედავად, რომ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ახლა უკვე დაიწყო პროცესი პატრიარქის არჩევის, 1200-მდე დელეგატი ესწრება, წინასწარი ინფორმაციით სიტყვით მხოლოდ 3 მათგანი მიმართავს. ეს 3 იქნება იმ ეპარქიიდან, რომელთა კანდიდატებიც არიან მეუფე შიოს, მეუფე იობის და მეუფე გრიგოლის ეპარქიებიდან 3 დელეგატი სიტყვით გამოვა და მიმართავს კრებას. ასე გადაწყვიტა წმინდა სინოდმა სხდომაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო და შეკრებულები იყვნენ წმინდა სინოდის წევრები, თითო დელეგატს თითოეული ეპარქიიდან, ვინც კანდიდატები არიან, დართესნება, რომ სიტყვით ესარგებლა. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე სურვილს გამოთქვამს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ადგილზე, ეს ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა იმიტომ, რომ დიდი დრო დასჭირდებოდა ყველას გათვალისწინებას და სიტყვით გამოსვლას, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება სინოდის წევრებმა, რომ 3 დელეგატი ყოფილიყო ის, ვინც გაფართოებულ კრებას სიტყვით მიმართავდა.